საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას. საკანონმდებლო პაკეტი უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და უახლოეს დღეებში დაიწყება მისი განხილვები. ცვლილებები მიზნად ისახავს მათ შორის ახალი სასჯელის სახის შემოღებას, რაც გულისხმობს უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სახდელის ახალი სახე, ეს არის ქვეყნიდან გაძევება პირის და ასევე შემოსვლის აკრძალვა. აღნიშნული სახდელი გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პირობებს დაარღვევს, ასევე იმ პირების მიმართ, ვინც ჩაიდენს წვრილმა ხულიგნობას, პოლიციის წინ დაუმორჩილებლობას ან სხვა ქმედებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრაციული წარმოების ვადები და პირობები იმ პირებისათვის, ვინც დაუსაბუთებლად მოითხოვს ქვეყანაში თავშესაფარს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება გადაწყვეტილებების ჩაბარების წესს და ინერგება ახალი ელექტრონული სისტემა გადაწყვეტილების ჩაბარების, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარტივდება კონკრეტული ვადების გამოთვლა, რასაც ხშირ შემთხვევაში უცხოელები იყენებდნენ ქვეყანაში დარჩენის მიზნებისათვის. ვფიქრობთ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან და მიზნად ისახავს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.